თუ თქვენთვის ნაცნობია ტკივილი, დაბუჟება და შეგრძნების დაქვეითება ხელის მტევანში, მაშინ თქვენ შეიძლება კარპალ ტუნელის სინდრომი, ანუ მაჯის გვირაბის სინდრომი გქონდეთ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ამას კი აგიხსნით დეტალურად. ეს არის მაჯის ნორმალური ანატომია, ყვითლით აღნიშნული კი არის შუათანა ნერვი, ანუ ნერვუს მედიანუსი, რომელიც ამ დაბუჟების წვის და ტკივილის შეგრძნება შეიძლება იწვევდეს. როგორც ხედავთ, ეს ნერვი საკმაოდ მჭიდრო გარემოშია მოქცეული, ქვემოდან მას მაჯის ძვლები შემოსაზღვრავს, ზემოდან მაჯის განივი იოგი, ის კი მოთავსებულია 9 მყეს შორის, რომელიც ჩვენს თითის ფალანგებს უკავშირდება და მათ მოძრაობას უზრუნველყოფს. ეს მაჯის გვირაბი და მჭიდრო გარემო არ აძლევს საშუალებას მათში მოთავსებულ სტრუქტურებს გაფართოვდნენ კონკრეტულ გამღიზიანებელზე პასუხად და როდესაც ისინი ფართოვდებიან, შედეგად კომპრიმირდება ყველაზე რბილი სტრუქტურა, რაც ამ შემთხვევაში არის ნერვის ქსოვილი, ანუ ეს შუათანა ნერვი, რაც იწვევს უშუალოდ პირველ 3 თითში და მეოთხე თითის ნახევარში სენსიბილიზების დაქვეითებას, ანუ შეგრძნების დაქვეითებას, ამ დაბუჟების შეგრძნებას და ტკივილს. ამ ყველაფრის ტიპიური ტრიგერი კი არის ისეთი რუტინული საქმის შესრულება, როგორიც არის მაგალითად ხანგრძლივად კლავიატურაზე კრეფა. რაც შეეხება თერაპიას, დროებითაც შეიძლება მოხდეს სტეროიდის ინექცია, რათა ეს შეშუპება და შესაბამისად სიმპტომები გაქრეს, თუმცა საბოლოოდ რა თქმა უნდა ოპერაციაა გამოსავალი ამ განივი იოგის გაკვეთა და ამ სიმჭიდროვის მოხსნა.